სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ გადაცემა კვირის რეპორტაჟ საღამომშვიდობისა. ავღანეთში ISAF-ის ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს მსხვერპლი 15-მდე გაიზარდა. 21 თებერვალს ჰელმანდის პროვინციაში 3 კაპრალი, პაატა კაჭარავა, ვალიკო ბერაია და რუსლან მელაძე პატრულირებისას ავტომანქანით ნაღმზე აფეთქდნენ. ეს ფაქტი მთავარი თემა არ გამხდარა ნაციონალური ტელევიზიებისთვის. ეს მაშინ, როცა ინციდენტამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილის 2 საათიანი სტუმრობა ავღანეთში ამ ტელევიზიების ნომერ 1 ახალ ამბად იქცა. რატომ მიდიან საქართველოში გმირები უჩუმრად, ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული 21 წლის კაპრალი რუსლან მელაძე 24 თებერვალს ღამით ჩაასვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ვიდეო გადაღებას არ ეწინააღმდეგებოდა, უკანასკნელ წუთს მათ სავარაუდოდ მითითება მიიღეს და ჩვენს ოპერატორს ეზოს დატოვება მოთხოვეს. ქართველი ჯარისკაცის ნეშტი საკუთარ სახლში სამხედროებმა და ჩოხოსნებმა მიასვენეს. სოფელი ვაშლოვანი კაპრალის ნეშტის ჩამოსვენებას მთელი დღის განმავლობაში ელოდა. ინფორმაცია მათ თავდაცვის სამინისტროდან ჰქონდათ. არც ერთ ნაციონალურ არხს არ უხსენებია, რომ ქართველ სამხედროებს ავღანეთიდან სამშობლოში პარასკევს ჩამოასვენებდნენ. მე სამხედრო უნდა გავხდე. გახდა და დარჩა. შერას მასწავლე მამა. მე იმას გასწავლე მე ვთქვი, ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენი საქართველოს, ჩვენი ერი უნდა გვიყვარდეს მე. მე მიყვარს და მე გადარარა ხუმრობით ვთქვი, რომ ბიურო არ წეხვიდე რა იქნება მეთქი. ეგა შენი სიტყვაო. გმირი იყო და გმირულად დაიღუპა. მთელი ცხოვრება ჯარისკაცობა უნდა დაუკრძალავდით და მაინც წავიდა. ჩემი ოცნება უნდა ავისრულო სამშობლოს რომ ჭირდები. სახლში მე ვერ ვიჯდებიო და მე ვარი ვეღარ უთხარით. მელაძეების ოჯახში რუსლანი ერთადერთი ვაჟი იყო. მას მშობლები და დები დარჩა. ყავდა საცოლე. ავღანეთში სამსახურის ვადა სამთვენახევარში უმთავრდებოდა და შემდეგ ოჯახის შექმნას აპირებდა. თუმცა 21 თებერვალს პატრულირებისას ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო მანქანა ნაღმზე აფეთქდა. ავტომანქანაში 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. მათგან 3 კაპრალები რუსლან მელაძე, პაატა კაჭარავა და ვალიკო ბერაია ადგილზე დაიღუპნენ. მე-4 გადარჩა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, როგორ მიაგებენ პატივს ავღანეთში დაღუპულ გმირებს საკუთარ ქვეყნებში. მაგალითისთვის იტალიას და საფრანგეთს გიჩვენებთ, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს დიდი პატივით ხვდებიან აეროპორტში. შემდეგ კი სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. საფრანგეთში მათ დაკრძალვაზე სიტყვით პირადად პრეზიდენტი გამოდის. თბილისის აეროპორტში ასეთი დახვედრის პატივი ერთადერთ დაღუპულს კაპრალ ვალერი ვერსკიანს ერგო. პარასკევს კი ასეთი სურათი არ ყოფილა. ეს მეორე დაღუპული კაპრალის 37 წლის პაატა კაჭარავას ოჯახია აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკაოში. ისიც სოფელში 24 თებერვალს ღამით ჩაასვენეს. ვითარება აქაც ანალოგიური იყო. ოჯახის წევრები ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, თუ საზოგადოებრივი ინტერესის გამო ჟურნალისტები ჯარისკაცის ოჯახს და იქ არსებულ სიტუაციას გადაიღებენ. თუმცა როგორც ჩანს, ასე არ ფიქრობს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამხედრო პოლიცია. ეს კადრები მანამდეა გადაღებული, სანამ ოჯახის წევრებს მითითებას მისცემდნენ, არ ეკონტაქტონ ჟურნალისტებს. მეუღლე არც პაატა კაჭარავას ყავდა და დაოჯახებას ისიც ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ აპირებდა. ის ბერაია ღმერთო მაცხონოს პოლიმატჩიკი იყო მსროლელი. დარტყმის გამო ხაერში არის ავარდნილი ხოლმე ბიჭებს უკვე რომ ცეცხლი წაიკიდა და თავის ნარიადები და ეს რა ფეთქდა უკვე იმ დროს. ერთი არის უშუალოდ რომელიც გადარჩა. უნივერსიტეტი და რაღაც უმაღლესი სასწავლებელი ვერ დაამთავრა. რაღაც ოჯახური მდგომარეობა არ იყო მანდა მაინც მატერიალურად მზად ოჯახი რო თორე ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო და თავის მოწოდება იყო რა თვითონ ამბობდა რომ ის როცა ჯარში მივიდა და შემდეგ ჰქონდა მასთან ურთიერთობა ამბობდა რომ თავის თავი მან დიპოვა რა
ძალიან ისეთი ბედნიერი იყო. მესამე კაპრალი 24 წლის ვალიკო ბერაია, რომელიც პაატა კაჭარავას ნათლული იყო. იმავე დღეს 24 თებერვალს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ჩაასვენეს. ისიც ჩოხოსნებმა და სამხედრო პირებმა თბილისიდან რაიონში სამხედრო ესკორტით გადაიყვანეს. ეს იყო მოამბის მთავარი თემების მხოლოდ პირველი ნაწილი. საქართველო-თურქეთის ძალოვანი უწყებების თანამშრომლობის ახალი ეტაპი. ლევან ჯავახიშვილი ვრცლად ამ და სხვა თემებზე. ეკა საქართველოში თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფება, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კი ავღანეთში სამი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. და დღის სხვა თემები ავღანეთში თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად ქართველი სამხედროები დაიღუპნენ. სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მიხეილ სააკაშვილმა სამძიმარი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან მიიღო. რუსთავი ორმა და იმედმა ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ამბავი მთავარ საინფორმაციო გამოშვებებში მე-18, პირველმა არხმა კი 24 წუთზე გაუშვეს. აქაც მთავარი არა კაპრალების დაღუპვა, არამედ პრეზიდენტის მიერ მიღებული სამძიმარი და ქვეყნის პირველი პირის სიტყვა იყო. გუშინ წინაც რო ვიყავით, უკვე იგდებდნენ ამას აფეთქებელ მოწყობილობას, მაშინ აღმოაჩინეს ჩვენება დაუბრუნეს ცეცხლით. როგორც ჩანს მოახერხეს მაინც ამ პროცედურას, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ვფიქრობ მათ ოჯახებზე. ქართველი სამხედროების დაღუპვამდე ერთი დღით ადრე ნაციონალური არხებისთვის მთავარი თემა ჰელმანდი იყო. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში 2 საათით საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა და ქართველ სამხედროებს შეხვდა. ყველა მთავარი საინფორმაციო გამოშვება ამ ამბით გაიხსნა. ჰელმანდში გადაღებული სააკაშვილის სტუმრობა ძალიან გავდა მის ხშირ ვოიაჟებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. იყო აუცილებელი ატრიბუტი საქართველოდან ჩატანილი ტრიბუნაც. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ყველაზე ცხელ წერტილში ავღანეთი მიხეილ სააკაშვილი ქართულ ჯარისკაცებთან. ჰელმანდის პროვინცია ადგილი, სადაც როგორც წესი ქვეყნის პირველი პირები არ ჩადიან. სინამდვილეში ჰელმანდის პროვინციას რამდენჯერმე ეწვევდნენ დიდი ბრიტანეთის ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები გორდონ ბრაუნი და დევიდ კამერონი. ჰელმანდში ბოლო 2 წლის განმავლობაში პრინცი ჩარლზი, პრინცესა ანა, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ესტონეთის ყოფილი პრემიერი და თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი მარტ ლაარიც ჩავიდნენ. ავღანეთის ყველაზე ცხელ რეგიონს დევიდ ბექჰემიც კი სტუმრობდა. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი ბრიტანელი სამხედროების გასამხნევებლად ჰელმანდის პროვინციას ბოლო 14 თვის განმავლობაში 2-ჯერ ეწვია. დღეს ახლა შენ როცა ასეთი ნათელი მიზანი გაქვს წინ და შენი ჯარისკაცები მოტივირებული არიან ამ მიზნისგან, ხო? ნებისმიერი დაჭრილი უკვე არის გმირი, იმიტომ რომ მიზანთან მიგაახლოვა, ხო? ნებისმიერი დაღუპული არის ზეგლის დასაწყისი. აი ესეთი ის არის, ხო? ანუ როგორცა ჩანს არსებობს რაღაც ზომა, რომლის მერე ჩანს რომ ეს არ არის პოლიტიკური მიზანი, არ ითხოვს ამის თანამსხვერპლს. და შეიძლება ვიღაცა ამას აცნობიერებს შიგნით. ჰელმანდში ამჟამად 759 ქართველი ჯარისკაცია დისლოცირებული. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში კი დამატებით კიდევ ერთი ასეული, 176 ქართველი მეომარია. 2012 წლისთვის ოფიციალური თბილისი ავღანეთში სამხედრო კონტინგენტის გაზრდას 925-დან 1675 მეომრამდე გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ავღანეთში ყველაზე მეტი მებრძოლი ეყოლება. ავღანეთში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია, თუმცა გავრცელებული ცნობით საქართველოს შეიარაღებულ ძალებს კონტინგენტის შევსება უჭირს. აი, როდესაც ხდება ან იზრდება სხვაობა პოლიტიკური ელიტის ხედვასა და სამოქალაქო საზოგადოების ხედვას შორის, აი მაშინ ეს არის, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული კი არა, პირიქით ჩვეულებრივი მოვლენა. შეერთებული შტატები, როცა ებრძოდა ვიეტნამში, ხო? მასობრივად ამერიკელები ვარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე, მეტიც ჩვენ ვიცით ერთ-ერთი ძალიან ცნობილი მოკრივე დაზარავდა ზუსტად იმიტომ, რომ ვარი განაცხადა და დროშა გამختارიყო იმ ომისა, რომელსაც მის სახელმწიფო აწარმოებდა. თუ კი იმავე პოლიტიკური მიზნის მიღწევა,
რაც პოლიტიკურ ელიტას აქ ჩაფიქრებული, როცა ჯარს აგზავნის, ხო? შესაძლებელია ორი კაცით, მაშინ მესამე კაცი უკვე ჭარბია. აი ეს არის ის პრინციპი, რომელსაც ჩვეულებრივ ძალთა ეკონომიის პრინციპს ეძახიან. ამ ქალბატონის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ. ქალბატონი ნარგიზის მრავალშვილიანი ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი ახლა სოციალური შემწეობაა. მანამდე ოჯახის შემოსავალს შვილის ხელფასი წარმოადგენდა, რომელსაც ის სამხედრო სამსახურში იღებდა. მაგრამ კონტრაქტი შეუწყვიტეს და შეიარაღებული ძალებიდან ერთი მიზეზით დაითხოვეს. მან ავღანეთში სამსახურზე უარი თქვა. თავად მთავარი მოქმედი გმირისთვის ეს თემა ტაბუდადებულია. მას ამ საკითხზე საუბარი აუკრძალეს. ბიჭი ჯარში იყო და ავღანისტანში რო უთხრეს წასვლა, იმის გამო ბავშვი გამოაგდეს აქეთ, რომ ვერ წევიდა. ხელი არ მოაწერა რა ავღანისტანში წასასვლელი. კარგი დამანები გასწავი, არაფერი არ ვიცია. ეშინია ხალხი. ერთ-ერთი უმსხვილესი თემა, რომელიც ხიბლავს დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთლიანად სოფლიოში, სადაც ხდება დააკომპლექტება პირადი შემადგენლობის საკონტრაქტო სისტემით, ეს არის გარანტიები, სოციალური გარანტიები და შეღავათების უზრუნველყოფა და შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებაში ინტეგრაციის საშუალების მიცემა. დღეს საქართველოში 15 ჯარისკაცი ავღანეთში დაღუპული არის საკმაოდ კი არა ძალიან მძიმე თემა ნებისმიერი ქართველისთვის. და ამ თემაზე მე მგონი რა თქმა უნდა თავდაცვის სამინისტრომაც უნდა იზრუნოს და იგივე სამოქალაქო საზოგადოებამ არც ვიცოდი თუ ჩამოასვენეს და ეს ადამიანები და თუ ჩამოასვენეს ეს მართლა უნდა იყოს ისე გაკეთებული რომ ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს დასწრებით თუ არა დაუსწრებლად მაინც თავის გულში ჩაიხედოს და პატივისცეს იმ ადამიანებს ვინც დღეს ჩამოასვენეს ავღანეთიდან. აისაფის პროგრამაში მონაწილეობის დღიდან საქართველოს ავღანეთში 15 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. დაჭრილების ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაჭრილების რიცხვის დამალვის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია 31 ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში, რომელიც ვაშინგტონში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა პირადად მოინახულა და ჯილდოც გადასცა. მანამდე თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფდა, რომ მეთაური დაიჭრა. გავრცელებული ცნობით თალიბებთან მოლაპარაკებაზე მყოფი ტუღუში ნაღმზე აფეთქდა. ის სამხედრო სამსახურის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. საზოგადოება არც სხვა გმირებს იცნობს, მათ შორის არც 20 წლის გია გოგუაძეს, რომლის დაკრძალვასაც ოზურგეთში თავდაცვის მინისტრი და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ჩვენ უფროსმა ხალხმა უფრო მეტი ვიცით ხომ რა ხდებოდა თუნდაც იმ ავღანეთში და რა ხდებოდა თუნდაც იმ ერაყში. ძალიან ბევრი დაუშალეთ, მაგრამ როგორც იტყვიან, აი ხალხური გამონათქვამიდან ქვა არ და თავი შეუშურა. მე მაქვს ჩემი პრინციპებიო, მე მაქვს ჩემი გადაწყვეტილება და პატივი ეცეთ ჩემს გადაწყვეტილებასო. ეს კი ბესარიონ ნინიაშვილია. მან ზუსტად ავღანეთში წასვლამდე ოქტომბერში იქორწინა. 20 დეკემბერს შალვა ფაილოძესთან ერთად ის ნაღმზე აფეთქდა. ნინიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ფაილოძე მოგვიანებით. ორი დღეც არ იყო გასული, ზუსტად ასეთივე საპატრულო მანქანით, რომლის დაცულობაზეც ბიჭები მიყვებოდნენ იქ როცა ვიყავით, შედარებით დაცულობაზე. ჩვენი ერთ-ერთი მებრძოლი მოექცა ცეცხლის ქვეშ. ავღანეთში დაღუპული მებრძოლების საქართველოში ჩამოსვენების შესახებ ნაციონალურ არხებს არაფერი უთქვამთ. თუმცა 25 თებერვალსაც ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ მიხეილ სააკაშვილი და სამხედროები იყვნენ. პრეზიდენტი ამჯერად გორში დავით აღმაშენებლის სახელობის სამხედრო აკადემიას სტუმრობდა. აქაც პრეზიდენტმა ჰელმანდში ჩასვლა გაიხსენა. შვილების და შვილიშვილების და იმათ შვილების უსაფრთხო მომავლის გარანტიები. დღეს ხულოში რუსლან მელაძე დაკრძალეს. ის ქვედავაშლოვანის საჯარო სკოლიდან გამოასვენეს და საკუთარი სახლის ეზოში დაასაფლავეს. სამძიმარზე ამერიკის საელჩოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები და თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ. პაატა კაჭარავასა და ვალიკო ბერაიას მიწას სამშაბათს მიაბარებენ. ეს ვიდეოკლიპი, რომელსაც ნაციონალური არხები ხშირად ატრიალებენ, მხოლოდ პროპაგანდაა. სინამდვილეში, როგორც ხედავთ, საქართველოში გმირები უჩვენრად მიდიან.
ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანია დაწყებულია. მმართველი პარტია 20 ლარიან ენერგო ვაუჩერებს არიგებს. რამდენად ეფექტურია ვაუჩერების პროგრამა და რატომ მიიჩნევენ ექსპერტები, რომ ეს მხოლოდ პიარში დახარჯული ფულია. ამ მომრჩევლების მოსყიდვის ნაციონალურ მეთოდზე, რომელიც კანონით დასჯადი არ არის, ნათია თოიძე კი ამბობთ. ახლა სკოლიდან მოვიდა ეს. ამ 10 წლის გიორგი აფხაზეთიდან დევნილი მრავალშვილიანი ოჯახის ყველაზე პატარა წევრია. სკოლაშიც ასე ჩაცმული დადის. ოჯახს, სადაც გიორგის გარდა კიდევ 7 ადამიანი ცხოვრობს, უკიდურესად უჭირს. არათუ ტანსაცმლის, ხშირად საჭმლის ფულიც არ აქვთ. როგავების ოჯახში არავინ მუშაობს. ვიცი, რაღაცა სიმინდი ქონდა და თესით რაღაცეები და წვალობთ, ამას ჭამა თუ ქვია. ერთადერთი შემოსავალი 200 ლარამდე სოციალური დახმარებაა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი კომუნალური გადასახადების და დაგროვილი დავალიანებების დასაფარად მიდის. 30 კვადრატული მეტრის ფართობის ბინაში 800-იანი ოჯახი თბილისის ზღვაზე დევნილების კომპაქტურად ჩასახლებაში ცხოვრობს. შენობაში ბუნებრივი აირი არ არის. თუ შეშას იშოვიან, შეშის ღუმელით თბებიან. თუ არა და როგორც ყველა, როგავების ოჯახით მხოლოდ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. 295 კილოვატი მაქვს დაწერილი ეკონომიით. და მე მაინც 20 ლარამდე მაქვს ნაგვის გადასახადი და 117 ლარი გადავიხადე მე. დევნილების 300 ოჯახი აქ ელექტროენერგიის დავალიანებასაც იხდის. რამდენიმე თვის წინ თითოეულს 400-დან 1000 ლარამდე დენის დავალიანება დაუთვალეს. უკიდურესად გაჭირვებულ თანამოქალაქეებს კომუნალური გადასახადების გადახდის შემდეგ თავის გასატანად მხოლოდ 20-დან 70 ლარამდე რჩებათ. მათ პრეზიდენტის 20 ლარიანი დახმარების შესახებ უკვე იციან. ვერ ვიხდი, არა მაქვს. ეხა 20 ლარიანი ვაუჩერი მოგიტანე. რას გამიშველის ეს 20 ლარიანი ვაუჩერი, რას გამიკეთებს? 85 ლარს 20 ლარი რას ყოფილის. არ ვიცი. როდესაც მოსდის ადამიანს 240 ლარი გადასახადი, 20 ლარიანი შეღავათი რაღაცა საშუალს აძლევს? ეხლა მთავრობას მინდა დაუვალო, რაღაც საშუალებები მომხიკოთ და ვიპოვოთ და რაღაც ახს ენერგეტიკული ვაუჩერი წასაც გავაკეთოთ. 20 ლარიანი ენერგო ვაუჩერების დარიგების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დაახლოებით 2 კვირის წინ აჭარაში ბერიძეების ოჯახში სტუმრობისას ამცნო. სააკაშვილმა თქვა, რომ მძიმე ზამთარ გამოვლილ ადამიანებს ხელისუფლება დაეხმარება. ვფიქრობ, სადღაც 20-30% არის ალბათ და მინიმუმ დენის მოხმარების ზოგადად მეტიც. აუნაზღაუროთ ბიუჯეტიდან პრეზიდენტის ინიციატივით მთავრობა საკუთარი პრეზიდენტმა თქვა და მთავრობა ამუშავდა. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სასწრაფოდ 25 მილიონი გამოიყო. 1.200.000 ოჯახისთვის კარდაკარ დასარიგებლად ვაუჩერების ბეჭდვა დაიწყო. თუმცა ყველასთვის საინტერესო კითხვაზე ელექტროენერგიაზე 20 ლარიანი შეღავათი აისახებოდა თუ არა მიბმულ დასუფთავების გადასახადზე, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პასუხი უარყოფითი იყო. მარტივად კი პასუხოთ, არსებული ვაუჩერი არის მცირედი შეღავათი გაზრდილი ელექტროენერგიის ხარჯების დასაფარავად. სოციალური აგენტები და ხელისუფლების ცნობილი სახეები ძვირად ღირებული ავტომანქანების ესკორტებით სიღარიბეში მყოფ მოქალაქეებს 20 ლარიან ვაუჩერებს მარტის ბოლომდე დაურიგებენ.
ნაციონალური არხების ეთერში ენერგო ვაუჩერით პირველი თბილისის მერი გამოჩნდა. თბილისშიც და საქართველოშიც ყველა ადამიანი მიიღებს ვაუჩერს. სიამოვნოა ნამდვილად ამ ხანგრძლივი ზამთრის პერიოდში კომუნალურმა გადასახადებმა იმატა საგრძნობლად. ეს არის წმინდა წყლის საარჩევნო პიარის ნაწილი. არის თუ არა ეს ერთი პოლიტიკური პარტიის პიარ კამპანიასთან ერთად საბიუჯეტო თანხების არაეფექტურად ხარჯვა. ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ ხალხს ზრუნვისთვის რეალურად უნდა მოაგვაროს ძირეული პრობლემები. შექმნას სამუშაო ადგილები და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგიის ტარიფი, რომლის გადახდასაც მოქალაქეების საკუთარი შემოსავლით ხელისუფლების ერთჯერადი დახმარების გარეშე შეძლებენ. როცა ექსპერტული გათვლებით ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ფასი არის 1.5-დან 2.5 თეთრამდე და საცალო ქსელში მიწოდებულ ელექტროენერგიაში ჩვენ ვიხდით 18 თეთრს, მოსახლეობის მიერ გადახდილი პოლიტიკური ფასი ძალიან დიდი გამოდის. აი ეს პოლიტიკაა მთავარი, რომ ადამიანებს მივცეთ საკუთარი სამუშაო ადგილების, საკუთარი სოციალური პრობლემების მოგვარების საშუალება და არა უკაცრავად ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ადამიანები გავხადოთ მათ ხოვრება. შარშან თებერვალში ენერგოვაუჩერებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. ამის შემდეგ ხელისუფლებამ სასურსათო ვაუჩერების დაბეჭდვა გადაწყვიტა, რაც ბიუჯეტს 31 მილიონ 429,000 ლარი დაუჭდა. ოქტომბერში თბილისის მერიამ მოსახლეობისთვის 5 ლარიანი სატრანსპორტო ვაუჩერი მოიფიქრა. 5 ლარიანი ვაუჩერი 1,50,000 სამგზავრო ბარათზე ჩაირიცხა. შესაბამისად თბილისის მერიამ ამ საჩუქრისთვის 5,250,000 ლარი გაიღო. შარშან სულ ვაუჩერებში 46,669,000 ლარი დაიხარჯა. გასული წლის დეკემბერში კი სოფლად ხვნათესვის პრობლემის გადასაჭრელად მორიგი 30 ლარიანი ვაუჩერი დაიბეჭდა, რომლის დაფინანსებაც 24 მილიონი ლარით 2012 წლის ბიუჯეტს ხვდა წილად. 2012 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო ახალი ენერგოვაუჩერების დასაფინანსებლად საჭირო 25 მილიონი ლარიც. ბოლო 12 თვის განმავლობაში ვაუჩერებში 105 მილიონ 669,000 ლარი დაიხარჯა. 800,000 ოჯახი საქართველოს ყველა რაიონში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელს 119 მილიონი ლარით განისაზღვრა. აქედან 24 მილიონი ლარი 30 ლარიანი ვაუჩერების დარიგებაზე დაიხარჯება. ექსპერტების განცხადებით, ვაუჩერების სახით ჰაერში გასწროლილმა მილიონებმა გაჭირვებულთა პრობლემები უმნიშვნელოდაც კი ვერ გადაჭრა. დამატებით 105 მილიონი ლარით თუნდაც სოფლის მეურნეობაში კონკრეტული პროექტების დაფინანსება გაცილებით გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა. სამუშაო ადგილები მოუტანდა ადამიანებს იმის შესაძლებლობას, რომ მიეღოთ შემოსავალი და აქედან გამომდინარე მათი სოციალური ფონი და მდგომარეობა მეტნაკლებად გამოსწორებულიყო და შესაბამისად გარკვეული გადახდის უნარიანობის დონე ამ ადამიანებში გაზრდილიყო. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის მხრიდან ნებისმიერი საჩუქრის მიღების შემთხვევაში 3 წლიანი პატიმრობა უკვე ამომრჩეველს ემუქრება. ამ ფონზე ნაციონალური მოძრაობა, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ძალა, პოლიტიკურ არენაზე ერთადერთია, რომელსაც წინასაარჩევნოდ არა საკუთარი, არამედ ბიუჯეტის ფულით ამომრჩევლისთვის მატერიალური და არამატერიალური დახმარების გაწევა ისე შეუძლია, რომ კანონს არ არღვევს. თავისი არსით, რა თქმა უნდა, ასეთი საქმიანობა, ასეთი პროგრამები ყოველთვის თავისი არსით რაღაც ამომრჩევლის მოსყიდვას ნამდვილად გავს და სწორედ მიზნად ემსახურება ამომრჩევლის კმაყოფილების გაზრდა. დააშავა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომ ის არის ხელისუფლების სათავეში. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალაა და ის ვალდებულია საკუთარ ხალხს გაჭირვების დროს დაეხმაროს. ოთარ თოიძე არც უარყოფს, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, ვაუჩერების დარიგება მმართველი გუნდის პიარ აქციაა. ამბობენ, რომ ხელისუფლება ამ დახმარებებს იყენებს წინასაარჩევნო პიარისთვის, შეთანხმებით თუ არა. წინასაარჩევნო პიარი არის პოლიტიკური ბრძოლის და ასევე პოლიტიკური სტაბილობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ წინასაარჩევნო პიარში. ეს პიარი შეიძლება გამოვლინდეს როგორც გარეგნული ფორმებით, ასევე შინაგანი ფორმით. ამაში დასაძრახის მე ვერაფერს ვერ ხედავ. ხელისუფლების პიარ სტრატეგია აღარ არის კრეატიული. საკონსულტაციო ჯგუფის ჯეპრას დირექტორი სოსო გალუმაშვილი ხელისუფლების მიერ ვაუჩერების დარიგებას პიარში კარგად ცნობილი ტერმინით ახასიათებს. ამ ტერმინს ქოლგის ჩხლეტის ეფექტით მხარდაჭერის მოპოვება ჰქვია.
ადამიანებს საქართველოში სჭირდებათ მეტი სამუშაო ადგილები, რომელიც მას სოციალურ სტატუსს ანიჭებს და არაერთჯერადი 20 ლარი. ასეთი ტიპის ერთჯერადი დოტაცია მუდმივ ეფექტს ვერ ქმნის, რადგან ხატაკ ადამიანს ყოველთვის სჭირდება მუდმივი დოტაცია. არადა სახელმწიფოს და ხელისუფლებას და მართლ პარტიას არ აქვს დღეს სახსრები, რომ მუდმივი დოტაციის ქვეშ ამყოფოს საზოგადოება. თუ მან არ დაიწყო კონკრეტული ძელვადიანი პროექტების განხორციელება, ხელისუფლებისთვის უკუ ეფექტის მაჩვენებლით შემოტრიალდება. ვინა ვარ მე? თუ მე არაფერს არ ვაკეთებ, თუ მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. აქ ჩვენ თანხაზე გვაქვს აქცენტი და თანხას არც აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის აქვს ის იმპულსი, რომ თავი ადამიანად იქორწინოს. და ეს მოკლევადიანი არის, აი ასეთი შეჩერება და ასეთი თქვათ დამორჩილება. ცივი და თოვლიანი ზამთრის გამო ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. მთავრობამ ბოლო 1 წლის განმავლობაში 105 მილიონი ლარის ღირებულების 5 სხვადასხვა ტიპის ვაუჩერი დაბეჭდა. არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ შეიძლება არჩევნებამდე კიდევ რამდენიმე სახის ვაუჩერი დაარიგოს. მათ შორის საუბარია დასუფთავების ვაუჩერზე. საქართველოს სიამაყე ხარ და ჩვენი Calculate me გოდიშვა გეკითხებთ, მაგრამ ბილეთებთან დადიხარებომა. იქით რა არა მაქვს შახარი დამემართა ბატონო პრეზიდენტო და არა მაქვს საშუალება. დაუკლობოთ, ჩაუსვათ, გაუპრიალოთ. ცოტა შემამჩნია, რომ ხელს ვიფარებდი, რომ ესე იგი ძალიან კარგიო ღიმილი გაქვს და უკეთესი გექნება 6 თვეში ქალბატონო ეთერიო მითხრა. ნაციონალური მოძრაობის PR ტექნოლოგები ჯერ კიდევ ითვლიან, რამდენი დაუჯდება ბიუჯეტს პრეზიდენტ სააკაშვილის ყველაზე ხმაურიანი PR ინიციატივა ხანდაზმულებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურების. პროგრამა, რომელსაც სააკაშვილმა ღიმილიანი საქართველო უწოდა. ჩვენი გადამხდელების ფულით ამ გრანდიოზული PR აქციების დაფინანსების პარალელურად მმართველი პარტიის ლიდერები პოლიტიკაში დიდი კერძო ფულის შემოსვლის წინააღმდეგ ილაშქრებენ. ის რაც დიდ კერძო ფულს პოლიტიკაში ეკრძალება დაშვებულია ხელისუფლებისთვის. კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა უკვე კერძო კომპანიებში გაცემული პრემიების დათვლა დაიწყო. ეს მაშინ, როცა კონტროლის პალატა, რომლის უშუალო ფუნქცია ბიუჯეტის თანხების მიზნობრივი ხარჯვის მონიტორინგია, არასოდეს დაინტერესებულა მინისტრების კოლოსალური პრემიებით. კონტროლის პალატის ორმაგ სტანდარტებსა და საქართველოს ხელგაშლო მთავრობაზე ზვიად თხელიძე მოგითხრობთ. კომენტარს აღშენებულ პრემიებთან დაკავშირებით. სასჯელ აღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ერთადერთია მთავრობის წევრებიდან, რომელმაც 2011 წლის ქონებრივი დეკლარაცია უკვე შეავსო. დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ხათუნა კალმახელიძის შემოსავალმა 97,355 ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 33 წლის მინისტრმა 42,480 ლარიანი ხელფასის გარდა პრემიის სახით დამატებით 54,875 ლარი მიიღო. 2010 წელს კალმახელიძეს პრემიის სახით 57,020 ლარი ჩაერიცხა. ჩვენ დავინტერესდით რა დამსახურებებისთვის გამოიწერა თუ გამოუწერეს კალმახელიძეს ამხელა პრემია და ასეთი პასუხი მივიღეთ. ხომარ გამიმარტავდით ამ პრემიების სანშინა. მე რა უნდა გაგიმარტოთ? მე რა პრემიაზე და ყველაფერი საჯაროა და რა უნდა გაგიმარტოთ? აბსოლუტურად ყველაფერი ყოველთვის საჯაროა, რა საქმე. ამ ხრივ თუ სხვა საჯარო დაწესებულებებს პრობლემა არ აქვს ამ ინფორმაციის გაცემაზე, მით უმეტეს სასჯელ აღსრულების სამინისტროს რატომ უნდა ქონდეს პრობლემა ჩვენთვის წარმოუდგენელი არის. მეორე წელია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაზე მუშაობს, რომელმაც საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობასა და გამჭვირვალობას უნდა შეუწყოს ხელი. თავდაცვისა და ტოლმილთა და განსახლების სამინისტროებთან ერთად ხათუნა კალმახელიძის სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც საჯარო ინფორმაციის გაცემას მთლიანად ბლოკავს, რითაც ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს უხეშად არღვევს. რა დამსახურებებისთვის იწერენ კოლოსალურ პრემიებს ამ თემაზე საუბარს სხვა მინისტრებიც გაურბიან. ამსალია პრემიებთან დაკავშირებით. ამსალია მაგალითად ჩარჩა. ხელფასზე მეტია პრემიები, რომელიც აიღო. არ შეესაბამება ეს სიმართლეს გადაამოწმეთ ძალიან გთხოვთ.
გახსოვთ ხო თქვენი რომელიმე ერთი თვის მაინც პრემია რა შეიძლება კონკრეტული მიზეზი რა იყო პრემიის აღების ან რაში გამოიწერეთ თუ მე არ ვიწერ პრემიას ახლა კადრში ვხედავთ დოკუმენტს რომელშიც ვკითხულობთ რომ ლადო ვარძელაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორობის დროს თავად უწერდა საკუთარ თავს პრემიებს და რეზოლუციასაც ამ ბრძანებას თავად ადებდა 2011 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით ერთადერთი მინისტრი რომელსაც პრემია არ აუღია იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელი ზურაბ ადეიშვილი იყო ყველაზე ცოტა 161 ლარის ოდენობის პრემია ჰქონდა მიღებული ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიას ქართულმა მინისტრებმა 2010 წელს ხელფასის სახით 858.120 ლარი მიიღეს ხოლო პრემიები დამატებით 666.127 ლარი საერთო ჯამში საქართველოს მთავრობის წევრთა წლიურმა შემოსავალმა 1.524.247 ლარი შეადგინა. ეს არის ყველა ორგანიზაციაში ყველა სამინისტროში, ალბათ თქვენ ორგანიზაციაშიც იგივე ხდება, ნითა გითხრათ, რომ პრემიების გაცემა ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა დაწესებულებაში. რატომ არ ამჩნევდა წლების განმავლობაში კონტროლის პალატა იმას, რომ მაგალითად საჯარო მოსამსახურეები არაგონიურულად დიდი რაოდენობის პრემიებს იღებენ ხელფასთან ერთად ყოველთვიურად. 666.127 ლარით მეტის გადახდა საჯარო მოხელეებისთვის. ქართველი გადამხდელების ჯიბეებიდან ჩვეულებრივი რამაა და ეს კონტროლის პალატას ეჭვის საბაბსაც კი არ აძლევს. სამაგიეროდ, კერძო კომპანია ქართუმშენებელის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ხუციშვილზე 6 თებერვალს პრემიის სახით გაცემულ 40.000 ლარში კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა პოლიტიკური კორუფციის ნიშნები დაინახა. ქართუმშენებელში მომუშავე პირზე ნუგზარ ხუციშვილზე, რომელსაც 2011 წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული აქვს სულ მხოლოდ 12.000 ლარი, 2012 წლის 6 თებერვალს პრემიის სახით გაიცა 40.000 ლარი. აღნიშნული თანხა პრემიის მიღებიდან 3 დღეში თანხის ნაწილი 20.000 ლარი შეტანილი იქნა ქართული ოცნების ანგარიშზე შემოწირულობის სახით. კონტროლის პალატის გახმოვანებული ინფორმაცია რბილად რომ თქვა არასრულია. სინამდვილეში ნუგზარ ხუციშვილის თვიური შემოსავალი არა 1000 ლარი, არამედ 5.000 ლარი და მეტია და შესაბამისად მასზე დარიცხული პრემია 40.000 ლარი არა 4 წლის, არამედ 8 თვის ხელფასს წარმოადგენს. თანხის ოდენობა ან მისი გაცემის წესი არ ეწინა აღმდეგება საქართველოს კანონს, რომელიც სამსახურეობრივი საქმიანობისთვის პრემიის გაცემის მიზეზებისა და ოდენობის განსაზღვრის უფლებას სრულად ხელმძღვანელ პირს ანიჭებს. საქმე ვარ სამ ორგანიზაციაში. ასოციაცია ატუს ფინანსური დირექტორი, შპს ბურჯის ფინანსური დირექტორი და ქართუმშენებელის დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში. კონკრეტულად ქართუმშენებელში ხელზე ასაღები თანხა ჩემი შეადგენს 1000 ლარს, ასევე 1000 ლარს შეადგენს შპს ბურჯში ჩემი შემოსავალი და 3000 ლარს შეადგენს ასოციაცია ატუში. კერძო სექტორში და ბიზნესში ცოტა არაგონიურული ჩანს, როდესაც ამ ხელას რაოდენობით პრემიას გასცემ, მაგრამ იქ მეტი დასაბუთება არსებობს. თუ კერძო კომპანიას კონკრეტულმა თანამშრომლებმა მაგალითად მილიონიანი მოგება ანახან და ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც ძალიან პერსპექტივაში დიდ მოგებას მისცემს, რატომაც არ შეიძლება გავცეთ, თქვათ, დიდი რაოდენობის პრემია. ამ ყველაფრის უკან აუცილებლად უნდა იდგეს დასაბუთება, როგორც პრემიის გამცემის მიერ, ისევე იმ ადამიანის და იმ სუბიექტების მიერ, ვინც თვლის, რომ ეს საეჭვოდ გაცემული პრემიაა. კონტროლის პალატამ ფიზიკური პირების შემოწირულობების შესწავლის შემდეგ პოლიტიკური კორუფცია ნაციონალური მოძრაობის ფინანსურ დოკუმენტაციაშიც აღმოაჩინა. პალატა მიიჩნია, რომ 95.848 ლარი შეწირვა განხორციელებულია ერთი პირის ორგანიზებით და რამდენიმე პირის გამოყენებით და ნაციონალებს თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა მოსთხოვა. გვაქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობები განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით, რამოდენიმე პირის გამოყენების გზით. რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, ხოლო შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე. საქართველოს კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარი ქმედების განხორციელებისათვის სანქციებს ვერ გამოიყენებს, სამართალდაღობის ფორმალური ნიშნით არარსებობისა და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გამოყენებით. აბა როგორ გითხა, ეს შევძანდი და ავანტყოფი აგერ მიწერს და პენსია აღარ ამყოფნის სწავლებით ფულად. ვის უნდა გადაურიცხო? საიდან მოიგონეს, კაცო? არ გადაურიცხავ. რას ამბობთ, გენაცვალე, როგორ გეკადრებათ? როგორი აბსურდია, ეს მთლიანი წელი შემოსავალიც არ არის, ჩემი 20.000. მთლიანი წლისაც არ არის. არამც თუ ჩაურიცხო ხა მე იმას ნაციონალებს 20.000. როგორ გაგიჯერეს ვახი? მე შეხედეთ აგერ ძღოლი კაცი ვარ, მე რა 20.000 უნდა გადავუხადო, ვერ გავიგაცე.
კვირის რეპორტაჟმა ორი ჟურნალისტური გამოძიება შემოგთავაზა, სადაც ნაციონალური მოძრაობის შემომწირველთა სიებში მყოფი მოქალაქეების ნაწილი კატეგორიულად უარყოფდა, რომ მმართველ პარტიას სოლიდური თანხები შესწირეს. აშკარად კრიმინალური ხასიათის ამ ფაქტებზე დღემდე არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. როგორც კონტროლის პალატა, ისე მმართველი პარტია დღემდე უარს აცხადებენ დაასახელონ ორგანიზატორისა და იმ პირის ვინაობა, ვისი მეშვეობითაც ნაციონალური მოძრაობისთვის 100,000-მდე ლარის ჩარიცხვა უკანონოდ სხვისი პირადობის მოწმობების გამოყენებით მოხდა. ჩვენ ამ პირების ნაცვლად საუბარს ნამდვილად არ ვაპირებთ და რაიმე უფრო დეტალურ ინფორმაციაზე ალბათ ჯობია რომ პარტიას გენერალურ მდივანს გითხრათ. მიუხედავად ისა ჩვენ გქონდა განსხვავებული შეხედულება აღნიშნულ საკითხთან განცხადებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ინფორმაცია აქვს კონტროლის პალატას ჩვენ გადავეცეთ კანონის შესაბამისად. როგორც კი რამე გავარკვევთ, ანუ ბიჟი არის ლაპარაკი, რომელ კონკრეტულ პიროვნებაზე, ეგრევე გავაკეთოთ პრესელის და გავავრცელოთ. სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებას არ სურს ნათელი გახდეს, ვინ განახორციელა უკანონო შემოწირვები, მმართველმა პარტიამ შემოწირული 95,848 ლარი შემომწირველების ანგარიშების ნაცვლად ბიუჯეტში გადარიცხა. კონტროლის პალატამ კი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების წლიური საფინანსო დეკლარაციებიდან ამ ფიზიკური პირების პირადი მონაცემები გაასაიდუმლოა. კონტროლის პალატა ვალდებულია განასაჯაროოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ასე ვთქვათ, წარდგენილი აქვს პარტიებს და შემოწირულების განხორციელებებს. ამ შემთხვევაში კონტროლის პალატა ერთმნიშვნელოვნად არ ღვევს კანონს. კანონი დეკემბრამდე, როდესაც ეს ახალი ცვლილებები იყო მიღებული და მას შემდეგაც ერთმნიშვნელოვნად გრძალავს შემოწირულების განხორციელებას სხვის მაგივრად. თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეულ კომპანიაში საშუალოდ 100 ადამიანი მუშაობს, თითოეულმა მათგანმა პრემიის სახით 20,000 რომ მიიღოს და თანხა თითქოს და საკუთარი სიმპათიის გამოსახატად ქართულ ოცნებაში ესწიროს, ჯამში პროსახელისუფლებო არხების ისტერიკას კონტროლის პალატამ იმით უპასუხა, რომ ქართულ შენობის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ხუციშვილს ვიდეო დაკითხვა მოუწყო. ნაციონალური მოძრაობისგან განსხვავებით ქართულმა ოცნებამ ფიზიკური პირის მიერ შემოწირული 20,000 უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. რით უპასუხებს ამ უარს კონტროლის პალატა ჯერჯერობით ნათელი არ არის. რუსთავში შუა სასწავლო წელს კერძო სკოლა მილენიუმი დახურეს. ლიცენზიის გაუქმება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. დაწესებულების მეპატრონის მეუღლე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესში მუშაობს. ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ მიიღო. სკოლა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ რუსთავის მთავრობა თითით საჩვენებელს უწოდებდა, მოულოდნელად გახდა მიუღებელი. სასწავლო წლის დამთავრებამდე 4 თვეა დარჩენილი, თუმცა რუსთავში მდებარე კერძო სკოლა მილენიუმში სახელმწიფო დროშა უკვე დაუშვეს. სწავლის მოულოდნელი შეწყვეტის გამო მოსწავლეები და მასწავლებლები ცრემლებს ვერ იკავებდნენ. სკოლისა და სამსახურის გარეშე 158 მოსწავლე და 49 პედაგოგი დარჩა. შვიდი წელია აქვს სწავლობ და დიდ ემოციებში ვარ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი დარტყმაა ჩემთვის. გუშინ გავიგე ამის შესახებ და ძალიან ბევრი ვინერვიულე და ძალიან მიყვარს მე მაგალითად ეს სკოლა. ჩემი მასწავლებლები მით მასწავლიან და რა ვიცი, დიდი ცოდნა მომწეს ყველაფერი და ახლა ვეცად ვიგებ სკოლა დაიხურა ვიცი. 11 წლიანი ისტორიის მქონე კერძო სკოლის დახურვის გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო. მილენიუმში შესამოწმებლად განათლების სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი 31 იანვარს შევიდა. ერთდღიანი მუშაობის შემდეგ კომისიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა. დარღვევებს მონიტორინგის ჯგუფმა მხოლოდ მეორე დღეს მიაგნო. მიზანმიმართულად შემოვიდნენ, რომ ეს სკოლა დაეხურათ. პირველ დღეს რომ ხარვეზი პრაქტიკულად ვერ ინახა, მეორე დღეს უკვე აბსოლუტურად სხვა განწყობით შემოვიდნენ, უფრო იქ ბიბლიოთეკაში ჩაჯდნენ და არადა შემოწმებული იყო ბიბლიოთეკა. ანუ ეძებდნენ, რომ რაღაც ხარვეზი დაეწერა. მე არ ვამბობ, რომ ხარვეზი არ გქონდა. გქონდა ხარვეზი, რომელიც ჩვენ ორ დღეში გამოვასწორეთ.
გადაწყვეტილება სკოლის დახურვის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან არსებულმა ავტორიზაციის საბჭომ მიიღო. საბჭოში საერთოდ 9 წევრია, თუმცა მილენიუმის საკითხის განხილვას მხოლოდ 5 წევრი დაესწრო. აქედან 3-მა ლიცენზიის შეჩერებას დაუჭირა მხარი. სხდომას კერძო სკოლების ასოციაციის პრეზიდენტი და კერძო სკოლა მწიგნობართუხუცესის მფლობელი დავით კახნიაშვილი თავმჯდომარეობდა. იგი ერთ-ერთი იყო, ვინც სკოლისთვის ლიცენზიის შეჩერებას დაუჭირა მხარი. კახნიაშვილი თავდაპირველად ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა ბოლო წუთს გადაიფიქრა და დაგვემალა. ვერ მოგცემთ მაგასთან დაკავშირებით ინტერვიუს. განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში წერია, რომ დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 15 დღეზე ნაკლები. საქართველოსკენ მიმავალ გზას რუსთავის სკოლა მილენიუმის დირექტორი ამბობს, რომ მათ გამოსასწორებელი ვადა არ მისცეს. ამის მიუხედავად საბჭოს ხდომამდე მილენიუმმა ყველა ხარვეზი გამოასწორა, თუმცა სკოლას არც ამან უშველა. ჩვენ ხარვეზი აღარ გქონია, წინა დღეს ჩავიტანო დოკუმენტების სურათებით, მაგრამ კომისია ამას წინა დღეს არ გაეცნო, იმიტომ რომ იცოდნენ ასე უნდა მომხდარიყო. იმხელა შეცდომა აქვთ თვითონ დაშვებული სკოლაში მე-12 კლასში არ არის შეტანილი აბიტურის ჟურნალში არ არის შეტანილი აბიტურის მასალები. როგორ იქნებოდა ჟურნალში შეტანილი აბიტურის მასალა, როდესაც სკოლას აყავს მე-12 კლასი და დღემდე განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს მილენიუმისთვის ოფიციალური ბრძანება და დასკვნა ავტორიზაციის გაუქმების შესახებ არ გადაუგზავნია. სკოლის კოლექტივმა საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ვებგვერდიდან შეიტყო. მშობლებმა და პედაგოგებმა ვერც ცენტრის დირექტორის მოადგილესთან შეხვედრაზე მიიღეს პასუხი, რა მიზეზით დაიხურა სკოლა. დახურვის მიზეზს ვერ გვიხსნიან, შვილო, რატომ დახურეს სკოლა. იქ წერიაო და იქ რომ წერია მე ვთხარ ძალიან ბევრი ტყუილია. თუნდაც ის რომ ექიმის სკოლას ყავს, თავის თვალით ნახეს და დასკვნაში წერენ რომ ექიმის სკოლას არ ყავს. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი კმაყოფილება სწავლის დონით და უსაფრთხოების დონით რა სკოლაში არის. ჩვენ ვიკითხეთ რამდენჯერმე თუ რა მიზეზით შეუწყდა ავტორიზაცია სკოლა, რაზეც პასუხი სამწუხაროდ არ იყო. ძალიან საწყენია, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რეალური მიზეზი, რატომ? იმიტომ რომ მე შეხვედრაზეც თქვი, შეიძლება მიზეზი ისეთია, რომ მე პირველივე წამოვიყვანო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის მტკიცებით, ერთ-ერთი მიზეზი, რომელსაც მილენიუმი შეეწირა, რუსთავის კერძო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის პანდუსის არარსებობა იყო. თუმცა ვერც პეტრე წურწუმია განმარტავს, რატომ შეუჩერდა ლიცენზია სკოლას, რომელმაც ეს და სხვა პრობლემები საბჭოს ხდომამდე გამოასწორა. ამ პერიოდის განმავლობაში, თქვათ, მიეკითხა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ამ დაწესებულებისთვის და გამოეთქვა სურვილი ამ სკოლაში სწავლისთვის. იგი მარტივი მიზეზის გამო ჭყალებში ეტყოდა უარს, რომ იგი ვერ გადაადგილდებოდა კონკრეტული შენობის ტერიტორიაზე იმ მიზეზის გამო, რომ მას პანდუსი არ ქონდა. თუმცა, თქვათ, ეს ხარვეზი არის ის ხარვეზი, რომელიც 15 დღეს შეიძლება საბჭომ დაგეთანხმებით თქვენი მოტანილ მაგალითად დაგეთანხმებით, მაგრამ საბჭომ მიიჩნია, რომ იმ კონკრეტული ადამიანის უფლება, რომელსაც რო ესარგებლა, ის სამუფლებით ვერ ისარგებლებდა. ქალაქ რუსთავის ოფიციალურ ვებგვერდზე დღესაც შეიძლება ნახოთ ინფორმაცია, რომ მილენიუმი ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლა იყო. 2010 წლის ივნისში მილენიუმს რუსთავის მაშინდელი მერი მამუკა ჩიქოვანი, რუსთავის საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები სტუმრობდნენ. რუსთავის მერმა მაშინ შემდეგი განაცხადა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლა ქალაქში. განათლების სფეროში მსგავსი ტიპის ინვესტიციები დიდი წარმატებაა ჩვენი ქალაქისთვის. თვითმმართველობა ყოველთვის იქნება კერძო საგანმანათლებლო ინიციატივის მხარდამჭერი. რა შეიცვალა წლისა და 9 თვის განმავლობაში. სკოლა მილენიუმის მეპატრონე ელზა ლეკვეიშვილი, ბიძინა ივანიშვილის სამშენებლო კომპანია ატუს დირექტორის, კარლო ლეკვეიშვილის მეუღლეა. ელზა ლეკვეიშვილი საჯაროდ აცხადებს, რომ სკოლის მოულოდნელი დახურვა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. მე უკვე პირდაპირ უკავშირებ ამას პოლიტიკურ დევნას. უკვე 2 თვეა რუსთავში დადის ხმები, რომ ჩემი მეუღლე რუსთავში სიარულს მოუხშირა, ხშირად ჩამოდის და რატომ? ეს იყო საკმაოდ ხმამაღლა ნათქვამი ერთ-ერთ შეკრებაზე, საიდანაც გამოვიდა ეს ხმა. მეორე და მთავარი ის, რომ მე უნდა მე ხელმძღვანელად ითქოს ქალაქ რუსთავში
ამ ქართული ოცნების მოძრაობისათვის. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ექსპერტი თამარ მოსიაშვილი 15 წელია სასკოლო რეფორმაზე მუშაობს. განათლების ექსპერტი ამბობს, რომ საგანმანათლებლო პოლიტიკის რეპრესიული ხასიათი მმართველი პარტიისა და განათლების სამინისტროს პირდაპირ დაკვეთაა. ძირითადად უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებებისა ზრდის ცენტრალიზებულ მმართველობას და სკოლებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პირდაპირ კონტროლს, რომელიც ხშირად ატარებს პოლიტიკურ ხასიათს. რადგან როდესაც მაგალითად ავტორიზაციას უწყვეტ სკოლას, რომლის დირექტორის ოჯახის წევრი დაკავშირებულია, ვთქვათ, ოპოზიციურ პარტიასთან, ასე ვთქვათ, ბუნებრივია, გიჩნდება კითხვები. რატომ მოხდა ასე შუა წელში, რატომ ვთქვათ, დაისვა ეს საკითხი? ჩემთვის თავარი არის, რომ არც ერთი ბავშვის უფლებები არ იყოს შელახული და ამაზე ჩვენ ვზრუნავთ. რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლა დღეს უკვე ცარიელია. კერძო ბიზნესმენი, რომელიც განათლების სფეროში 11 წლის განმავლობაში ფულს აბანდებდა, ახლა მძიმე ფინანსურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს. ისევ გაურკვეველია, დასაქმდებიან თუ არა უმუშევრად დარჩენილი პედაგოგები. რთული თავსატეხი აქვთ მშობლებსაც, შუა სასწავლო პროცესში სად მიიყვანონ სკოლის გარეშე დარჩენილი შვილები. გადაცემა ამით დასრულდა. ჩვენ ზუსტად 1 კვირით გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ.